საღამოშვიდობის რუსთავის ტელემაყურებელს და ლოტო 642-ის მოთამაშეებს. საღამოშვიდობის მოგესალმებით პირველ რიგში ყველას და გეპატიჟებით ტელეეკრანებთან, იმიტომ რომ ბევრი საქმე გვაქვს და პირველ რიგში თავარი ჩვენი ამომავალი წერტილი არის ის, რომ გავათამაშოთ ჯეკპოტი, რომელიც ძალიან მიმზიდველად გამოიყურება მესამე ან მეორე, ან მეოთხე არ აქვს მნიშვნელობა საპრიზო კატეგორიები, რომლებიც მოგვიგროვდა კი, იმიტომ რომ ეს იცით რომ ის საპრიზო ფონდებია, რომელიც სულ უფრო მზარდია და შესაბამისად ესეთი გაზრდილი თანხებით ახლა გიერთდებით და დაეგავათამაშოთ. გეპატიჟებით ტელეეკრანებთან ოღონდ ბილეთებით ხელში აუცილებლად ის კომბინაციები, რაც დღეისთვის შეარჩიეთ და აბა იღბალი თქვენსკენ, მით უმეტეს რომ დღეს მდგომარეობით ჯეკპოტი შეადგენს 685,105 ლარს და მეორე კატეგორია ასევე ძალიან ღირსეულ და მიმზიდველად გამოიყურება და ჟღერს 330,000 ლარს გასცდა. აბა თქვენი ცით სხვათა შორის წინა გათამაშებაში მესამე კატეგორია ვერ გავათამაშეთ და ეს უფრო მარტივია ხოლმე, ამიტომ მეტი შანსი გაქვთ დღეს, რამდენიმე შანსი გაქვთ მოიგოთ საკმაოდ მსხვილი თანხა. გადავინათ ყოველთვის არის, მოდი ამაზე შევხვდეთ ყოველ სამშაბათს და პარასკევს და ამას ბოლოში ვამბობთ ხოლმე, მოდი დასაწყისში ვიტყვი. იგებს ის ვინც თამაშობს, ხოლო მოგება შეუძლია ყველას და აბა ვნახოთ ახლა ვინც თამაშობს. რამდენად მოიგებთ? 3-2-1. და ავახმაუროთ ჩვენი ლოტოტრონი და ვნახოთ დღევანდელი ციფრების კომბინაცია როგორ დაჯდება, რა თანმიმდევრობა იქნება, ასე ვთქვათ და რაც მთავარია დაემთხვევა თუ არა ეს კომბინაცია თქვენს მიერ შევსებულ ციფრებს. გახსნა 17-მა ჩვენი დღევანდელი გათამაშება, ყვითელი კვასკვასა შემოგვიგორდა და წითელიც მოგორავს თაკო. მოკლედ ისევ წითელი და ყვითლები დომინირებენ 10 მოთავს და ამ შემთხვევაში დანიშნულების ადგილზე და ვნახოთ მესამე ბურთი კვლავ ყვითელი იქნება თუ არა თქო და ყვითელია ყვითელი წამოგვეწია. 29 შემოგვიგორდა ამასობაში მესამე მომგებიან ბურთად და მეოთხე მომგებიანი ბურთი ისევ წითელი 13 რა ხდება მოკლედ მეორე გათამაშება ეს ფერები ძალიან ლიდერობენ და აქტიურობენ კი. ლამაზები კი არიან ეს ერთად. მაგრამ მწვანემ დაარღვია ამასობაში წითელის და ყვითლის ჰარმონია და 40 შემოგვიგორდა მეხუთე მომგებიან ბურთად. და კვლავ მწვანე ფერის 29 უფრო სწორედ 29 მოთავს და 40-ის გვერდით და ბონუს რიცხვი დაგჭა. და ბონუს რიცხვი შემოგვიგორდა და ის გახლავთ ნომერი 9. კიდევ ერთხელ გადავიმეოროთ, მოდი, გამეორება ხომ ცოდნის დედა. 17 10 39 13 40 29 და ბონუს რიცხვი გახლავთ 9. იმედია რომ ყველას წარმატებაც ვიხსენებო. აქ ვამბობთ ხოლმე რომ იმედია თქვენს ტელეეკრანთან და ოჯახებში ჟივილხივილია ბედნიერებისგან, სიხარულისგან გამოწვეული, რომელსაც მალე ჩვენს გაგვიზიარებთ და დადგეს ეს დღე რომ მართლაც გაგვიზიაროთ და ჩვენც აქ მერე რაღაც ყიჟინა შევკრათ მე და თაკომ ერთობლივი თქვენი სიხარულით გამოწვეული და გაზიარებული ჩვენზე გადმოსული ცესხოველივე თავისთავად ცხადია, მაგრამ სანამ სიხარულებამდე ეს ყველაფერი გადმოვა ძალიან მალე და ამ ყველაფერს ამოვიკითხავთ ჩვენ შედეგებში, მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი მოხდეს, ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე თქვენი აქტიურობა, ჩართულობა და რა თუ არა ის რომ შეიძინოთ ლოტო 642-ის ბილეთები და ამისთვის არსებობს უამრავი გზა, საშუალება. პირველ რიგში შეგიძლიათ რომ ახლავე სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ ლოტო 642-ის ბილეთების საიტზე www.loto.g და ასევე ლოტოში ხურებში, რომელიც მიმოფანტულია საქართველოს მასშტაბით და ყველა დიდ სავაჭრო მოლში, სერვის ცენტრებშიც ასევე შეძლებთ ბილეთების შეძენას. ხომ გეუბნებოდით, ბევრი შანსი გვაქვს დღეისთვის. თუ შეიძლება. მესამე კატეგორია გავათამაშეთ. 4,566 ლარი მოიგო ერთმა ადამიანმა. გილოცავთ თქვენ ბედნიერებაში და სიხარულში მოიხმარეთ. ასევე მეოთხე კატეგორიაში გვყავს 4 გამარჯვებული, 1,664 ლარი გაიყო 4-მა ადამიანმა და 416 ლარი შეადგინა მოგება ბილეთზე. შესაბამისად, თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ კარგი და მსხვილი თანხების მოგებას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ პარასკევის საღამოზე პროდუქტიულად ჩავამთავროთ, მაგრამ ჯეკპოტი ხელშეუხებელია და მეორე საპრიზო კატეგორია. სამშაბათს შევხვდებით. მოდი შევეხოთ სამშაბათს. ბედნიერი უქმეები.